სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა ქრისტე აღსდგა. ადამიანი რაც გაცნობიერებული იწყებს სულიერ ცხოვრებას, აღმოაჩენს, რომ ის რაც ნათლობის აღთქმის დროს მოხდა, რომ უნდა შეუდგეს ქრისტეს და ებრძოლოს ბოროტს და ბოროტების ნაყოფებს, ანუ ცოდვებს, ვნებებს, აღმოჩნდება, რომ ეს არის სინამდვილე და თითოეული ადამიანი თავის საკუთარი გამოცდილებით ხვდება ამას, რომ ეს გზა მისი გასავლელია, ანუ ბრძოლის გზა, ბრძოლისა და სულიერი ცხოვრება სწორედ ამით ხასიათდება. ბრძოლა უპირველეს ყოვლისა იწყება ჩვენში, როდესაც ჩვენ მივიღეთ პიროვნული გადაწყვეტილება, რომ შევუდგეთ ქრისტეს. ნათლობის აღთქმა რა არის? სწორედ ეს არის პიროვნული გადაწყვეტილება. როდესაც ხდება ჩვენი პიროვნების აქტუალიზირება, გაცოცხლება, მიზინებულ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი პიროვნულობის რეალიზება, რომელიც კიდევ მეორე უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავთან ბრძოლით იწყება, იმიტომ რომ ჩვენ დაცემული ბუნება გვაქვს რა და სულით გავხდით რა ეგოისტნი, პატივმოყვარენი, ამაყნი, ილუზიაში ვართ, რომ გონია, რომ შეგვიძლია კეთილისა და ბოროტის გარჩევა და პლუს ტყავის სამოსელიც გვაქვს. ეს ყველაფერი დაგვემართა იქ, სადაც ეს არ უნდა დაგვმართოდა, მაგრამ იქვე გავაკეთეთ არასწორი არჩევანი. გარდა ამისა, ჩვენთვის უფრო ახლობელია და ნაცნობია დემონური ნება, ვიდრე უფლისა, ღმერთისა და ჩვენი პიროვნული გადაწყვეტილება, რომ უერთგულოს ღმერთს და მისი ნება აღასრულოს, პირველ წინააღმდეგობას საკუთარ თავში ხედავს, აწყდება საკუთარ თავში აწყდება. ეს ერთი ადამიანის შემთხვევა და ჩვენ რადგან ერთნი არა ვართ, არამედ ბევრნი ვართ და თითოეულ ადამიანთან რადგან ეს პრობლემა არსებობს, რადგან ეს პრობლემა ერთ ადამიანში არსებობს, ის არსებობს ბევრ ადამიანში. რადგან ჩვენ ვიცით, რომ როგორი რთულია ჩვენმა პიროვნებამ ჩვენს დაცემულ ბუნებაზე გაიმარჯვოს, როგორი რთულია ჩვენი პიროვნული არჩევანის შესაბამისად, რომელიც არის ქრისტიანული რწმენა, ხო იმის შესაბამისად ვიცხოვროთ, ხო ადამიანმა ეს ხომ ქრისტიანმა ეს ხომ იცოდეს და შესაბამისად ძალიან ხშირად მარცხდებით, ვასრულებთ არა ღვთისნებას, არამედ საკუთარ ნებას, რომელიც თანხვედრაშია დემონურ ნებასთან, რადგან ჩვენ ბევრნი ვართ და თელი სამყარო ადამიანებით არის დასახლებული, მოგეხსენებათ რა დღეშია მთელი სამყარო. რა დღეშია და უფალმა დიაგნოზი დასვა 2000 წლის წინ, რომ ეშმაკია გაბატონებული სამყაროზე, თავადი ამ სოფლისა არის სატანი. ხოლო ისინი, ვინც მოინდომებენ უფალს უერთგულონ, მათ ეს სამყარო ბუნებრივია ებრძვის. ისე როგორც ქრისტე ჯვარს აცვა, დღემდე ამას აგრძელებს. ამიტომაც თუ ჩვენ გვინდა და თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენც უნდა გავიმარჯვოთ საკუთარ თავზე, ამავე დროს თუ ჩვენ გვინდა, რომ ეკლესიამ გაიმარჯვოს ამ სოფელზე, თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენ სამშობლოში ქრისტემ გაიმარჯვოს, მაშინ იცოდეთ, რომ და ვიცოდეთ, რომ ბრძოლა გარდაუვალია. დღევანდელი სამოციქულოში ეს ძალიან კარგად ჩანს, მინდა გითხრათ, როგორ იდევნებიან მოციქულები ამ სოფლის სულისგან, ფარისევლებისგან, სადუკეებლებისგან და აი დღესაც დღევანდელ საკითხავშიც რამდენიმე მოხს აგიკითხავთ, აი როგორ ამბობს პავლე მოციქული, სულისა მიერ შეკრული მივდივარ იერუსალემს, სულისა მიერ შეკრული რას ნიშნავს? ის კი არა, რომ სული წმინდა ღმერთმა თავისუფლება წაართვა მოციქულს, არა. არამედ ეს ნიშნავს იმას, რომ პავლე მოციქული ემორჩილებას ღვთისნებას. ამ შემთხვევაში შეკრული არ ანიშნავს თავისუფლება წამართვა, არამედ დავემორჩილე. მისგან შეკრული, ანუ რაც უფალს ნებავს, იმას ვასრულებ. ამიტომ მივდივარ და არ ვიცი იქ რა შემემთხვევა. პავლე ამბობს ამას. ანუ ის ყოველ წამს ელოდება განსაცდელს ამ სოფლის სულისგან. სული წმინდა ყველა ქალაქში მიმოწმებს, ახლა აგზელებს პავლე მოციქული. სული წმინდა ღმერთი უმოწმებს, ანუ მას აქვს გამოცდილება ღმერთთან ერთობისა, ის ცოდნას იღებს არა მარტო ემპირიული გამოცდილებით, არამედ მისტიკურად, საიდუმლოებრივად, როცა ღმერთი მას ეძრახება შიგნით. ამიტომ ამბობს, სული წმინდა ყველა ქალაქში მიმოწმებს და მეუნება, რომ ბორკილები და ტანჯვა ვაება მელის.
ანუ წინასწარ აქ უწყება, რომ ის მას დაიჭერენ და ბოლოს იცით, რომ თავის მოკვეთით დამთავრდება. და აი აქ არის ეს სიცოცხლე, ეს სიტყვები, რომელიც ყველა მოციქულს ახასიათებს, ყველა ქრისტიანს უნდა ახასიათებდეს და პავლე მოციქულს, როგორც ცოცხლოვან მოციქულს თავის საოცრად ახასიათებს. მაგრამ სიცოცხლე არად მიღირს, ოღონდაც კი დავასრულო ჩემი სარბიელი და მსახურება. რაც მომენდო უფლისა იესოს მიერ. ანუ მის საზრუნავის კერერო დაიჭერენ, ბოკილებს დაადებენ, ტანჯავენ, მოკლავენ. არამედ ის რაც ღვთისაგან მინდობილი აქვს, ის საქმე აღასრულოს. ანუ თავისი ვალდებულება ამ ქვეყნიური, როგორც მოციქულმა აღასრულოს და განასრულოს. ეხლა ეს ყველაფერი რატოა დაწერილი და რატოა ჩვენამდე მოტანილი უпростоრად? იმიტომ რომ ეს გზა თითოეული ჩვენგანის გასავლელია. ყველას თავისი სარბიელი აქვს გასავლელი, ყველას თავისი მოწმობა აქვს გასაკეთებელი ამას ოფლის წინაშე. ანუ ჩვენი პიროვნული გადაწყვეტილება იმდენად ძლიერი უნდა იყოს ჩვენს ეგოისტურ დაცემულ ბუნებაზე, რომ უბრალოდ შენ რომ ცხოვრობ, შენ რომ არსებობ, შენ რომ მეტყველებ, შენ რომ იყურები თვალებიდან, უნდა მოწმობდე, რომ ქრისტე არის ღმერთი. და ამიტომაც ჩვენ წმინდა წერილი გვასწავლის, რომ სულიწმინდა მოწმობს ჩემ შესახებ და თქვენც მოწამენი ხართ. ანუ სულიწმინდა ღმერთი, რომელიც ქრისტეს ამაღლების მერე გარდამოვიდა, ანუ მესამე პირი ყოვლადწმინდა სამებისა, რომ მოწმობს ადამიანების გულებში, რომ ქრისტე არის ღმერთი, ასევე ჩვენც ადამიანებიც ჩვენი ცხოვრების წესით უნდა მოწმობდეთ, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი. და ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საქმე და საზრუნავი და არა ის ახლა რამდენხანი ვიცოცხლებ და როგორ ვიცოცხლებ და ასე შემდეგ. და აი ამის წინააღმდეგ უბრალოდ ვიღაც ადამიანები კი არ იბრძვიან როგორც ასეთი. ამის წინააღმდეგ თავად ეშმაკი იბრძვის. ახლა ეშმაკი რო იბრძვის, ას ნიშნავს ეს? ეშმაკი იბრძვის თავისი მზაკრობით, ანუ რომლის უდიდესი ხელოვანია მზაკრობისა, ცდუნებით, მაცდურია. და ის ისე იბრძვის, რომ გაცდუნოს, ის პირდაპირ არ მოდის, პირდაპირ ის არ გეუბნება, რომ მე ვარ იცი მტერი, ის მოდის სიმართლის სახელი, სიყვარულის სახელი. ხანდახან ქრისტეს სახელით მოდის ის, გესმით? და ადამიანს უნდა კონდეს სიბრძნე და ძალიან ღრმად ქრისტიანული აზროვნება, რომ მისგან დაგებული ხაფანგები მისთვის საცნაური გახდეს. და ესე იგი ეს სახურება, რომელიც მომენტო უნდა მოწმობდე ღვთის მადლის სახარებას და მე აგზელებს პავლე მოციქული, ყოველთვის ვცდილობდი გამეცხადებინა თქვენთვის ღვთის თელინება, როცა ნახეთ საინტერესოა, როცა ის საუბრობს, რომ მე იმიტომ მოღვაწეობ, რომ დავამოწმო, ესე იგი ის რაც მომენტო გავაკეთო და დავამოწმო სახარება, ანუ ღმერთი რომ მოვიდა ადამიანად ეს ამას რომ მოწმობდე, ამისთვის სახურობ. და აი ამ სახურებაში უმნიშვნელოვანესი, რასაც პავლე მოციქული ხას უსვავს, არის ეს განმეცხადებინა თქვენთვის ღვთის ნება. მთელი ნება, სრული ნება, რა უნდა ღმერთს. ხედავთ? თუ ჩვენი ცხოვრების წესი არ ამჟღავნებს ღმერთის ნებას, სამღვდელო პირის მოღვაწეობა, ერის ადამიანის მოღვაწეობა სხვების წინაშე, თუ არ ამჟღავნდება შენი ცხოვრების წესით, რა არის ნება ღვთისა, შენი სულიერი ცხოვრება არის უაღრესად ხარვეზიანი. ადამიანი შენ რომ გიყურებს, უნდა მიხვდეს, დაინახოს აი ღმერთს თურმე რანდომებია. ეს რა შემთხვევაშია შესაძლებელი? მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ თავად ჩვენი ცხოვრების წესით ვადასტურებთ, რომ ღვთისნების აღსრულებელი ვართ. ვმოქმედებთ, როგორც ქრისტე იმოქმედებდა ჩვენს ადგილას. მხოლოდ ამ შემთხვევაში ეს შესაძლებელი. ეხლა უკვე მოგვიტრიალდა და ჩვენ გვეუბნება უკვე ალბათ უფრო მეტად სასულიერო პირებს, იმიტომ რომ სამწყსოს ახსენებს, მას გაუფრთხილდით თქვენ თავსაც და თქვენ სამწყსოსაც. ეხლა თავის გაფრთხილებაში აქ რა თქმა უნდა არ იგულისხმება ფიზიკური თავის გაფრთხილება, იმიტომ რომ ჩვენ წეღან წავიკითხეთ, რომ მელოდება, ბორკილები, ტანჯვა, ვაება და სიცოცხლე არაფრად მიღის, თავარი ჩემი საქმე აღვასრულო. ანუ აქ თავის გაფრთხილებაში იგულისხმება, რომ ეშმაკისგან არ მოუტყვილდე. და ჩემი მოწოდება ქრისტიანობისა და მით უმეტეს მოციქულებრივი და სამღვდელო მით უმეტეს თუ ჩვენ სასულიერო პირებზე ვიწყმით და სამრევლოც ხო ეს პასუხისგებლობით დატვირთულები ხართ ყველანი, ეს წყალში არ ჩაიყაროს. წყალში არ ჩაიყაროს და ესე იგი არ აღმოჩნდე იმდენად ცდუნებული და მოტყუებული ეშმაკის მიერ, რომ
ესე იგი მეგონო საღვთო საქმეს ვაკეთებ და სინამდვილეში სხვანაირად იყოს. ამიტომ ამბობს, გაუფრთხილდით თქვენ თავსაც და უკვე აქედან ჯერ თქვენ თავს. ანუ მე თუ ვერ ვივარგე ქრისტეს ერთგულებაში, ვერ გავუფრთხილდებით ჩემ სამწყსოს. ამიტომ ესე ამბობს, გაუფრთხილდით თქვენ თავსაც და თქვენ სამწყსოსაც. და აი აქ არის ეს მნიშვნელოვანი სიტყვები. ამის მერე კიდე რომლის მცველებათაც დაგადგინათ სული წმინდა. ნახეთ, აქ როგორც ჩანს სამღვდელო მსახურების საკრალურობა. ადამიანს სადა აქ იმის ძალაუფლება, რომ ესე იგი თავის გადაირჩინოს, სამწყსოსთვის მაგალითი იყოს და დაიცვას. ვისგან უნდა და ეშმაკისგან ადამიანს როგორ შეუძლია მის გაკეთება? როგორ შემიძლია მე დავიცვა სხვა ადამიანი? ეს ნიშნავს, რომ სამღვდელო მსახურება საკრალურია, ღმერთთან წილნაყარია, ღვთისმადლით მოქმედებს სასულიერო პირი. და თუ ის ღვთისმადლით არ იმოქმედებს, ანუ თუ თავად არ იქნება ღვთისმნების აღსრულებელი, ვერც ღვთისმადლით იმოქმედებს და რა უნდა დაიცვას, სხვა კურნალო გარნიკურნე საკუთარი თავი. სულ თუ საკუთშენ ავათხარ, სხვას როგორ უშველი. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომლის ცველებათაც დაგადგინა სულმა წმინდამამ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას. ვინ? ჩვენ ადამიანები? დიახ. აი გესმით, ძალაუფლება, სამღვდელო, უამრავი ადგილია წმინდა წერილში. ახლა აქაც ეს როგორ ამბობს, ხო? მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელმაც მან შეიძინა თავისი სისხლით. ღმერთი მოვიდა ადამიანად, დაღვარა სისხლი, იმისათვის ეკლესია დაიარსებინა და მე ცოდვილ ადამიანს ჩამაბარა, რომ შენ დამწყსე და ჩემთან მოიყვანე და თუ ამას არ გააკეთებ. გესმის ეს რამხელა პასუხისგებლობა. და ყველაზე მძიმე არის კათოლიკოს პატრიარქის პასუხისგებლობა. როგორც კი ადამიანი ხდება პატრიარქი, მას თავისი პირადი ცხოვრება განულებული აქვს სრულად. მონაზვნობაში თითქოს ხო ესია, მონაზვნს განულებული აქვს. მაგრამ მონაზონი საკუთარ თავზე მაინც ზრუნავს. კათოლიკოს პატრიარქი აღარ ზრუნავს არაფერზე, გარდა თავის სამწყსოზე და მას არაფერი პირადი არ გააჩნია. ის თითქოს ქრება, თითქოს კვდება. როგორც ინდივიდი, როგორც ერთი კონკრეტული ადამიანი აღარ არსებობს თითქოს. აი აქ არის სწორედ მისი პიროვნულობის სრული აპოგეა. სრულად გასცემს საკუთარ თავს ერისათვის, მორწმუნე ერისათვის, რომლისათვისაც ქრისტემ სისხლი დაღვარა. სრულად მისი ინდივიდუალიზმი, მისი ადამიანური, თუნდაც პატარა ბედნიერება და სიხარულე, თუ ამას ბოლომდე გასცემს, ეს იქნება მისი პიროვნულობის აპოგეა. ის ამით სრულად ემსგავსება ქრისტეს. ვიცი რომ ჩემი წასვლის შემდეგ შემოგესევიან მძინვარე მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს. როდის თქვა ეს პავლე მოციქული? 2000 წლის წინ. ამის მერე სულ ასე გრძელდება. ამიტომაც დიახაც ყოველთვის ასე იქნება, ასე იყო, ასე არის ახლაც. რომ ეს მგლები, ანუ გულისხმობა ეშმაკნი დემონები, რომლებიც ადამიანთა საშუალებითაც მოქმედებენ ძირითადად ეკლესიის წინააღმდეგ, აღზრავენ თავის ერთგულ ადამიანებს ეკლესიის წინააღმდეგ და ნებისმიერი მზაკვრობით ცდილობენ, რომ ქრისტეს მისტიური სხეული ჩამოშალონ. და პირველ რიგში რა თქმა უნდა ურტყავენ იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე მეტად ცდილობენ სამწყსოს დაცვას და ყველაზე მეტად ებრძვიან რა თქმა უნდა კათოლიკოს პატრიარქს. ასე იყო ყოველთვის, ასე არის ახლაც, ასე იყო კირიონს როცა ახსენებენ ხოლმე ის ადამიანები, ვინც ეკლესიას ებრძვიან დღე და ღამე. ამბროსი ხელაიას როცა ახსენებენ ის ადამიანები, ვინც ეკლესიას ებრძვიან დღე და ღამე, რომელმაც არ იციან რა არის სინანული, რომელმაც არ იციან რა არის აღსარება, რომელმაც არ იციან პატივისცემა მღვდლისა, სამღვდელო ინსტიტუტისა, არ აქვს საკრალურობა ცხოვრებაში. კირიონ ვინ მოკლა და ამბროსი ხელაია ფაქტურად ვინ მოკლა? ვინ იყვნენ ისინი? ვინ მოკლა ამბროსი ხელაია? ბოლშევიკებმა და ვინ იყვნენ ბოლშევიკები? ბოლშევიკებს თავზე რქები კი არ ედგათ. ესენი იყვნენ ის ამ შემთხვევაში ქართველები, რომლებიც სოფლიო, საყოველთაო კეთილდღეობის, ძმობის, ერთობის, თავისუფლების, თანასწორობის და დემოკრატიულობის სახელით ებრძოდნენ ისეთ ჩამორჩენილ ინსტიტუციას და ბნელეთის მოციქულებს, როგორც იყო ეკლესია და მისი მსახურები. ესენი იყვნენ, ამ ლოზუნგებით გამოდიოდნენ. დასინოდნენ, შეურაცხყოფდნენ, გაუნათლებდნენ, ბნელებს ეძახდნენ, პროგრესული მომავლის წინააღმდეგ მებრძოლებად, რელიგია ეს არის ოპიუმი ხალხისათვის და ასე შემდეგ.
გაჯერებულები მარქსის იდეებით, სიყვარულის სახელით საუბრობდნენ, სამართლიანობის სახელით საუბრობდნენ. ჩაიხედეთ, პერიოდიკა არსებობს, ხა ინტერნეტის იქნება ალბათ. 20-იანი წლების, 30-იანი წლების, განსაკუთრებულად 20-იანი წლების ტერმინოლოგიაც ნახეთ და თანამედროვე ლიბერალები შეადარეთ. რა სიტყვებით ამკობდნენ და ებრძოდნენ ეკლესიას და თანამედროვე ლიბერალები. შეხედეთ თუ ნახავთ განსხვავებას. ჩვენ ქრისტიანები ვართ და ჩვენი ყურადღება მიმართულია ქრისტეზე და არა მტერზე. და მტრის სიყვარული კიდევ თუ ის ადამიანია გმართებს კიდევაც და მასზე ზრუნვა, ხოლო ეშმაკი ეშმაკს უნდა ვებრძოლოთ მის ნებისმიერ გამოვლინებაში, საკუთარ თავში იქნება თუ ადამიან მტერში. იმიტომ რომ ჩვენი ყურადღება არის მიმართული ქრისტესკენ. აი დღეს იოანეს სახარებაში ესეც რამეს ვკითხულობდით. უფალი ესე საუბრობს. თქვა იესო, ჟად სოფელსა ამას მოსრულ ვარ მე. ანუ ის არის გამსჯელი ხო ჩვენი უფალი. რათა რომელი არა ხედვიდეს, ხედვიდან და რომელი ხედვიდან დაბრმენ. აი ამ სიტყვებით ერთგვარი პარადოქსალურობა ჩანს, რომ ადამიანი რომელსაც აქვს პრეტენზია რომ ხედავს, სინამდვილეში ვერ ხედავს და ადამიანი რომელიც თავდაბლობით ფიქრობს რომ ვერ ხედავს, ის ხედავს. და აქ თვალის შინზე ხო არ არის საუბარი ხვდებით ხო? აქ არის რომ ადამიანი როგორ ხედავს იმ დემონური დაზიანებით, რომ იცის 100%-იანი იცის სწორი რა არის და არასწორი რა არის. კეთილი რა არის, ბოროტი რა არის. ხალხო, თხილად ვიყოთ. როდესაც შენ გონია რომ ეს არის სწორი და ეს არ არის სწორი, კითხე შენ თავს, რას ეყდნობი და რას ეფუძნები? რას ეფუძნება შენი პოზიცია? რა არის სწორი და რა არ არის სწორი? ამ კითხვას თუ არ დასვავ, შენ ქრისტიანიც არ ახარ. კაინმა რო ძმა მოკლა, რა უნდა ექნათ კაინისთვის? რა იყოს სწორი? რომ იგივე გააკეთებინათ მისთვის. წაიკითხეთ ბიბლია რა წერია. ნიშანი დაასვა ღმერთმა კაინს, რომ არაბის არ გაებედა მისი მოკლა. რა არის ეს? როგორ უნდა მიხვდე რა არის სწორი? მე მაგალითად ვერ ხვდები, როგორ რა საოცრება ადამიანები, როგორ ესე იოლა და ეს არის სწორი, ეს არ არის სწორი. რა იცი? ავაზაკი რომ 60-ში შეყავდა ქრისტეს. ვიღაცას რო ეთქვა, რომ ეხლა ის 60-ში უნდა შევიდეს, ეს არის სწორიო. რას ეთყოდი შენ? რა 60-ში უნდა შევიდეს? ქვეყნის ამომგდებია, მაგას 60-ში რა უნდა? რა არის სწორი და რა არ არის სწორი? რქვამათ იესო, უკეთო ბრმანი იყვანი, ცოდვამც არა გაქონდა, ხოლო წიტყვით ვითარმე ხედავდა ცოდვანი თქვენი გიეს. აი ეს ადამიანები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ ისინი ყველაფერი იციან. უნახავთ, არ უნახავთ. თქვენ ეს არის ეს, არც დასაბუთება საჭირო, არც არგუმენტაცია საჭირო. უბრალოდ იცის. რა იცი? ვიცი იტყვის. რა იცი? აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ცილისწამება სასიკვდილე ცოდვაა. ამინ გეტყვით თქვენ, რომელი არა შევლას კარით ეზოსა ცხოვართას, არამედ ხვით კერძო შევლას, იგი პარავიარს და ავაზაკი, ხოლო რომელი შევლას კარით მწყემსიარს ცხოვართა. ანუ ერთი შესასვლელი გვაქვს ჩვენ, სხვა შესასვლელი არა გვაქვს. ის ერთი კარები ვიწროა, მრავალი ეძებენ, ცოტა პოულობენ. და ვინც სხვა კარით ცდილობს, ის ავაზაკია. ამ კარებს, ვიწრო კარებს, რომელსაც ბევრი ეძებს, ცოტა პოულობს, ჯვარსახოვანი სახე აქვს. ჯვარსახოვანი სახე, ჯვრის ფორმა, რას ნიშნავს ჯვარი? ჯვარი არის თავდაბლობის და სიყვარულის ყველაზე ძლიერი გამოვლინება. სრული თავდაბლობა, თავგანწირვა, სრული სიყვარული, თავგანწირვა. მხოლოდ აი ასე შეიძლება იმ კარების პოვნა და შესვლა, რომელსაც ქრისტე ქვია. და არა ცილისწამებით, არა საკუთარი სიმართლეში დარწმუნებულობით, არა ქედმაღლობით, არა ცინიზმით, არა უკიდურესი გარყვნილებით, რაც სუფევს დღეს საქართველოში სოციალურ ქსელებში რაც ხდება. ადამიანები როგორ მეტყველებენ, როგორ ქალიან, კაციან, ახალგაზრდიან, მოხუცებიც გაგიჟდნენ, როგორ მეტყველებენ. ამას მეკარიმანს გაუღოს და ცხოვართა ხმისა მისისა ისმინიან. თვისთა ცხოვართა უწეს სახელით და განიყვანის იგინი. და ოდეს თვისნი იგი ყოველნი განიყვანის, წინაშე მათსა ვიდოდის. ანუ აქ საუბარია რაზე, რომ ვინ მიყვება, ვინ ცხოვარს წყემსის ხმა ესმის. ანუ გესმით, აქაც მისტიკაა, როგორ უნდა მიხვდე, კი, მაგრამ დავიბენი, კაცო, რა გავაკეთო და მეუნება, ცხვარს წყემსის ხმა ესმის, მისტიკა. ანუ ქრისტეს ხმა გესმის, ანუ შენ ხვდები, სად არის სიმართლე, ინტუიციურად კი არა, უფრო მეტად საიდუმლოებრივად, მისტიკურად. გესმის,
ხვდები, ანუ შენს გულს რო ღმერთი ეხება, გულს, აი ხვდები, რომ ეს არის სწორედ და ღმერთის ხმაა და ვინ არის გამსჯელი და როდის გამოვლინდება საბოლოო ჯამში ეს? მხოლოდ გარდაცვალების მერე. ამიტომ ყველან მეტნაკლებად შეშინებულები ვართ ჩვენ, იმიტომ რომ არ ვართ ბოლომდე დარწმუნებულები, რამდენად სწორად გვესმის ღვთის ხმა. მაგრამ არსებობს რაღაც კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ქრისტიანი მეტნაკლებად ხვდება, რომ სწორად საუბრობს და ღვთის ხმა ესმის. თორე აი აქ კიდევ ესე იგი წინაშე მაცა ვიდოდის შეუდგენ მას ცხოვარნი იგი, რამე თუ იციან ხმა მისი, აი ეს ხმა და ხოლო უცხოს არა შეუდგენ, არამედ ილტვიან მისგან. რამე თუ არა იციან ხმა უცხო ისამის, ანუ უცხოს ხმა არ იციან, ანუ ვერ ცნობენ და ამას ცნობენ. ეს არის მისტიკა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მისტიკა, რომელიც ჩვენში საიდუმლოებრივად აღესრულება. და გარეგანი კრიტერიუმები, რითაც ჩვენ ამას მივხვდებით, არის 2000 წლოვანი გამოცდილება ეკლესიისა. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეკლესიოლოგიური აზროვნება. როგორც კი რაღაც სოფხედელობა, რაღაც ადამიანთა ჯგუფი უპატივცემულოდ ექცევა ეკლესიას. სიმართლის, სამართლიანობის პრინციპით, კრიტიკას ყველაფერი ექვემდებარება, რა პრობლემაა, ტაბუ არ არსებობს და ასე შემდეგ. როგორც კი ეკლესიას ეხებიან ისე როგორც არ უნდა შეეხო, იმ წამსვე იქ იცოდეთ, რომ საქმე რაღაც არაჯანსაღად არის. და ჩვენ რო ვითმენთ ამ ეკლესიაზე ცუდად შეხებას და ამას ფიქრობთ, რომ რა მოხდა, კაცო, მაინც კარგები არიან და ეს კარგი მდგომარეობა, აბა საკუთარ ოჯახზე გადაიტანეთ, რომ ვიღაცები შენს ოჯახს ესე ეხებოდნენ და ლანძღავდნენ განეკით. სამართლიანად უსამართლოდ მნიშვნელობა არ აქვს. იმ წამსვე შენი გული ამბოხდება ამის წინააღმდეგ. ეკლესია ჩვენი ოჯახი კი არ არის, ორგანიზმია, რომლის ნაწილებით ჩვენ ვართ. ეკლესია როგორც ორიენტირი სამყარო, ერთადერთი ორიენტირია ძმებოდადებო ეკლესია ამ სამყაროს, სხვა ორიენტირია აბა მაჩვენე. მხოლოდ ეკლესია ორიენტირი და როცა მიწაზე ანარცხებენ და ქელავენ და დაყავთ, ესე იგი მღვდლების რაღაც საქციელებზე, ვიღაც, 1000 ხო იცით, 1000-ნერად ვლანძღავენ. ტყუილი მართალი ერთმანეთში არეული. ცილისწამების ნებისმიერი ფორმა. ეკლესია სადღა არის, ვერ ადამიანი ვეღარ პოულობს, სად არის ეკლესია? და მისი საკრალურობა ბოლომდე გათელილი ხდება. და უფალი კიდევ ერთხელ ამბობს, მე ვარ კარი ცხოვართა, მე ვარ კარი და ჩემი მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს, შევიდეს და გამოვიდეს, საძოვარი ჰპოვოს. და ეკლესიისადმი დამოკიდებულებით გადავრჩებით ჩვენ. ამიტომაც აი დღეს მით უმეტეს, როცა ახალი პატრიარქი ყავს, ეს ბრძოლა გამწვავდება, ძალიან გაძლიერდება ეს ბრძოლა და ამას უნდა გაუძლოთ. იქნება ერთი ტალღა, მერე მეორე ტალღა, ტალღებით წამოვა ეს ბრძოლა. უნდა გაუძლოთ, მზაკრულად წამოვა, ცილისწამებები წამოვა. როცა პატრიარქს ცილისწამებდა, რამდენმა ვერ გაუძლო. და რამდენი დამარცხდა, რამდენი დაიღუპა სულიერად. დაიწყება ახალი ცილისწამებების კასკადი. უნდა გაუძლოთ ამას. სიბრძნე მოვიხვეჭოთ. ქრისტეს თვალებით უყუროთ სამყაროს. ეკლესიოლოგიურად ვიაზროთ. ეკლესიოლოგიური აზროვნება ნიშნავს იმ ორგანიზმში მყოფობას, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ეს ცოცხალი ორგანიზმია ეკლესია. და სწორედ აი აქ ხდება ჩვენი გაჯერება, უпростоრედ ჩვენი შეხება ნამდვილ სიცოცხლესთან, რომლითაც უნდა გავჯერდეთ და ასე გარდავიცვალოთ. ეს არის სიცოცხლეზე მეტი რამ, აი როგორც იტყვის მე უფალი, მე მოვედ, რათა ცხოვრება, ანუ სიცოცხლე გქონდეთ. მე მოვედ, რათა სიცოცხლე გქონდეთ და უმეტესი გქონდეთ. ანუ სიცოცხლეზე მეტი რა არის, ხო? რას ნიშნავს უმეტესი? ანუ ისეთი სიცოცხლე, რომლის წარმოდგენა ჩვენ არ შეგვიძლია. ამისთვის არის მოსული უფალი. ეს თვისობრივად განსხვავებული მდგომარეობაა, რომლის გამოცდილება ჩვენ არ აგვაქვს. და იმისათვის, რომ ჩვენ ამ სიცოცხლეში შევიდეთ, გქონდეს უნდა დიდი სიბრძნე, რომელიც უდრის თავდაბლობას, მორჩილებას ღვთის განგებულებისა. სწორედ აი ღვთის განგებულებისადმი თავდაბლობა, მორჩილება შობს ჩვენში თავდაბლობას და თავდაბალ ადამიანს ეძლევა ის სიბრძნე, რომ ჩასაფრებული მტერი, რომელიც ყოველ ნაბიჯია წინასწარ გამოიცნოს. რომ ჩვენი პიროვნება რეალიზდეს და არ ვიქნეთ მოტყუილებული ჩვენი დაცემული ბუნების მიდრეკილებების გამო, რომლებზეც ეშმაკი მოქმედებს და მანიპულირებს. ღმერთი შეგვეწიოს და იმედი ვიქონიოთ, რომ დაგვეხმარება უფალი ამ პერიოდს შემოტევებს ღირსეულად გადავიტან და თუ ჩვენ ეს მოვახერხეთ ამ
შემოტევების ღირსეული გადატანა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერი, მთლიანად ერი, ეკლესია და ერთმანეთი არ ყოფ ერთმანეთისგან. ერი, ეკლესია, ერი, ესეა. გაიმარჯვებს და გამარჯვებაში არ გულისხმობ, რომ მაინდა-მაინც ეხა ყველა მილიარდელი გახდება საქართველოში. მე გულისხმობ, გაიმარჯვებს ზნეობრივად და სულიერად. რომ ჩვენს სამშობლოში უამრავი ადამიანი სასუფევლისათვის აღიზრდება და სასუფევლისათვის მოემზადება. რა დანიშნულებაც აქვს ამ ქვეყნიურ ცხოვრებას. აი ეს იქნება და მე ამის იმედი მაქვს, ძალიან დიდი იმედი მაქვს. შეგვეწიოს უფალი ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თან. ამინ.